გამარჯობა, მე დღეს ნაციფორაში მოგცემთ მითითებებს. კარგი, პირველი მითითება. ყოველთვის დასპავნებაში ყოველთვის ეძებეთ, სადღაც ყოველთვის იქნება ქვალი, ნებისმიერ ადგილას იქნება ქვალი, სადღაც აქ დავალული იქნება ქვალი. მეორე მითითება, ეს ახლოს თუ არის ხები, ორივე ერთად ჩამოიჭრება და გირჩევთ ესეთი ხები ჩამოიჭრათ ახლოს რომ არის ერთად. ეხლა მე 14 წუთის ლიმიტი მაქვს და რამდენ მითითებასაც მოვასწრებ, იმდენს მოგცემთ. მე 132 დღე მაქვს სულ და არც ისე კარგი მოთამაშე ვარ. მაგრამ ბევრი მითითებებიც, კარგი ცეცხლი გადავიყვანეთ. ეხლა კიდე ერთი მითითება. ეს საფლინგები რამდენიც გვაქვს ავიღოთ, მოიცა საწავი და ეს საფლინგები. მე მაგალითად მარტო 2 მაქვს ეხლა. მაგრამ არა უშავს, შენ შეგიძლია გქონდეს 20, 10. მაგალითად ეს საფლინგები მაქვს, ეს ერთ ადგილას დავაგდო და უცებ დავრგოთ. მაგალითად დავრგოთ და ერთ ადგილას იქნება. კარგი, კიდე ერთი მითითება, როგორ გადავიყვანოთ, ეხლა მესამე ლეველზე უცებ. ანუ ერთი ეს ქვალი ავიღოთ და ერთი ხე ჩამოვჭრათ. მაგალითად ეს საფლინგიც ავიღე. მე და ეხლა დავამატებ მაგას. ამას დავამატებ. დავამატე. და ეს ამ ხეებს ჩავყრით და ცეცხლს ავიყვანთ. მე მაგალითად მეორე ცეცხლს ეხლა რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანთ. თუ გაქვთ ეილიანი, შეგიძლიათ ან პირველ დღეს ან მეორე დღეს წახვიდეთ პირველ ბავშვზე. კარგი. აქ კიდე ერთი მითითება, ამ სახლში კიდე ერთ მითითებას მოგცემთ. ანუ ორი სახლი არსებობს, ერთი უფრო ერთ სახლს აქვს ესეთი 4 ცალი და გამიცოდეთ ერთი ეს სკამი გაძლევთ crafting table-ში 5 ხეს და მაგალითად მე 3 სკამი მიდევს ეგუდრის 15 ხეს. გამიცოდეთ აქ ვულფი არის ხოლმე და თხილად. მოვკლავუცებ მე ამას. და აგერთ შესდგავხსნი. გულსაკი თუ დამიგდო, კარგი იქნება. fuel canister-ი კარგი. კიდე ერთ მითითებას მოგცემთ, ახლა შეიძლება ამ ვიდეოში ვერ განახოთ, ვერ მოვასწროთ. ერთ მითითება არის კულტისტები რომ მოვლენ მეორეჯერ რომ მოვკლოთ პირველი წითელი კულტისტები, იმიტომ ეგენი უფრო ძნელები არიან. და პირველი მაგათ მოშორებას გირჩევ. კარგი, ეხლა ამებს დავტოვებ სახლში, ბანიფუს მოვძებნი და მოგაცემდება პირველ ბავშვზე წავალ. ეს ახალი ის არის მონსტრი. უკვე მომენატრა. ეს სკამები არ ჩავყაროთ, შეხე ერთმა სკამა 5 მომატა, მეორემაც 15 ვოლტი მაქვს უკვე. კარგი, ეხლა მაპს ავაშენებ და crafting bench გავაძლიერებ. მაინც შეიძლება დამჭირდეს. მაპი დამჭირდება. კარგი, ეხლა ბაჭიებს მოვკლავ, ბანიფუტი რო დავაგდო. ბაჭის თათი, ანუ ბანიფუტი ბაჭის თათია. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ბაჭის თათებია. სად გამიქცა ეს ბაჭია? რატო არ მიგდებს თათებს? კარგი, არა უშავს, ეხლა მაინც არ გჭირდება. ეხლა თუ გშიათ და ამ შენობას თუ ნახავთ, აუცილებლად შემოიარეთ, აქ არის საჭმელი. ანგელი გამომეკიდა. კარგით, ამას დავამთავრებ უცებ ჭამას. და ეხლა წავალთ პირველ ბავშვზე. კიდე მითითება არის, პირველ დღეს ბაჭიებსაც ვინადიროთ. ეს ბოდიშით მე ეხლა არ გავაკეთეთ, იმიტომ დამავიწყდა და სხვა მითითებებს გაძლევდით. პირველ დღეს ვინადიროთ ბაჭიებზე, რომ დაგვიგდოს თათები. ბაჭის თათები, ამას რო დაუტრეიდოთ. ეხლა კიდე ერთხელ ვეცდები. თათის დაგდებას და
თუ რამე არ აუშავს. აი ეს ბაჭიაც და გვეყოფა, ეხა არ გადამეწენება ეს დიდი ხანი და old X-ით მოკლა. აი ბაჭის თაცი დამიგდა. რა უცნაურია რეიგანით არ დამეგდო და old X-ით დამიგდა. კარგი, ხა ამას დავატრეიდებთ და ეს გვაძლევს მოიცა რას გვაძლევს good X 4/9 ან გუცაკს. თუ გვაქვს გუცაკი შეიძლება ან good X ან 4/9 სხვა არჩევნებს მოგწევს. კარგი, გუცაკში ეტევა 15 რაღაცა, გამიცოდეთ. და ეხა მე წავალ პირველ ბავშვზე, მაგალითად, მე მინდა რომ პირველ ბავშვზე წავიდე. ეს თქვენი არჩევანია, როცა გინდათ წახვალთ, როცა გინდათ არ წახვალთ. კარგი, ეხა მე პირველ ბავშვზე წავალ. კომპასით დაგეხმარებათ ბავშვების მოყვანაში. თან ძალიან. მე განახებთ რატომ დაგეხმარებათ. კარგი, მე გირჩევთ რომ საჭმელზე გინდათ წასვლა. ანუ საჭმელზე როცა გინდათ წასვლა, ბავშვზეც მოიშოროთ, ბავშვზე წახვიდეთ და თან საჭმელსაც მოიმარაგებთ. აი, მე კიდე გირჩევთ, აი თო იარაღი თუ გაქვთ, აი ესე დადგეთ და ესე ესროლოთ. ნებისმიერი იარაღით. აი ვულსპელტი კაია, კარგია. ეს ვულსპელტი შეგიძლიათ დაატრეიდოთ. და ეცადეთ თავში ესროლოთ. და კიდე ერთ მიცდება, აი მაგალითად მე ხო სოლოს ვთამაშობ, ეხა აი სოლოში ის შეტევაზე უფრო ნაკლები კულტისტები მოდიან, უფრო ნაკლებად ძლიერები არიან ეს ცხოველები და კულტისტები. კარგით, ბავშვით მოვიყვანეთ. კარგი, საჭმელი ახლა გვეყოფა, ახლა არ გჭირდება ძალიან საჭმელი, იმიტომ უფრო მიცითებებს გაძლევთ. ახლა შეიძლება მე კულტისტების დამარცხება ვერ მოვასწრო, იმიტომ რომ უცებ მე 20 დღეზე ახლა უცებ ვერავარ. თან 10 წუთიც არ და 7 წუთი თუ რაღაცა ეს 7 წუთი 8 წუთი დამჭა გადაღების, არა 7 წუთი დამჭა გადაღების და მაგიტა. fuel canister-ია ის სადღაც აქვე იყო, კარგია ცეცხლისთვის და ეს კულტისტებზე, თუ თოფი არ გაქვთ, თხილას, აი ესეთი კულტისტები, ძალიან ბევრს გაკლებენ, ძლიერი კულტისტები. კარგი, ახლა აქ შევიაროთ, აქ რომ იცოდეთ, ბევრი ბაჭიებია ხოლმე აქ ხშირად. კარგი, მე ახლა ხვალ წავალ მეორე ბავშვზე. სფერი კარგია. ვერ მოვასწარი იმის და ტრეიდება პელტის, მაგრამ კიდე ერთ მითითებას გაძლევთ, აი კულტისტები როცა მოვლენ, როცა დაამარცხებ კულტისტებს, მეორე დღეს სულ მოდის პელტ ტრეიდერი. ბავშვს გადავარჩინეთ. აი ცოტა გაჩვენებამდე გადავარჩინოთ ბავშვი, ან დადგეს ლოგინი, რომელსაც აკეთებთ. კარგი, ახლა ცოტა საჭმელი ვჭამოთ, შიმშილის გარ ვარ მოვკვდეთ და ახლა წავიდეთ მეორე ბავშვზე. მეოთხე ლეველზე ცეცხლის არის ალფა ვულფები და უფრთხილდით. ჩვეულებრივ ვულფებს უფრო სწრაფები და ძლიერები არიან და ძალიან ნერვების მომშრალები არიან. იმიტომ რომ საიდანღაც ჩნდებიან და ყველგან მოგსდევენ. აი მაგალითად იქ არის ალფა ვულფი, აქ არის ალფა ვულფი, მაინც დაგინახავს. ცუდი ალფა ვულფები არ მიყვარს მე. აი აგერა ალფა ვულფი, აი ხედავს საიდან გამომეკიდა. და ხე გამოგეკიდება აი ძალიან დიდი ხანი. სადამდე ან უსასრულოდ გამოგეკიდება. აუ. გავიქეცი. ამიტომ თხილად უნდა იყოთ. ხო ხედავთ. თხილად უნდა იყოთ. ამ ალფა ვულფების გამო შეიძლება ყველაფერი დაშავდეს. აქ ხშირად აი ამ ადგილას მე რამდენიმეჯერ რუბი ჩესტი ვიპოვე, ერთხელ ამ ადგილას რუბი ჩესტი ვიპოვე მე და გერჩევთ ეჭროფინალები არ გამოტოვოთ. აი ტუალეტ აი უკან ეს მედკიტები, აი ეს შენობები ძალიან კარგი შენობები, აი ყველაფერს გეხმარება. აი ტუალეტებში არ დაგავიწეს რომ ეს კარები გააღოცულ. აი ამ კარებში, აი ბანდაჟი დამიგდო, ამ ბანდაჟით ახლა ავიღილები. გერჩევთ ტყუილა არ დახარჯოთ, მე ახლა დამჭირდა და ტყუილა არ დამიხარჯია. აი ტორტი, ეს ტორტი თან შემშილს გემატებს და თან სიცოცხლესაც.
რევოლვერი, კარგი. მე ამჭირდება ეხა რევოლვერი, მეორე ბავშვს გადავარჩენ და დღეს არის ეს ყველა მითითებები. კაი, ამ შენობებში როცა ნახავთ აი შედით, აი ძალიან ყველაზე მაგარი შენობა. აქ ნახავთ ბანდაჟებს და ბევრ მეტალებს, ანუ აი ეს გასძლევს 5 მეტალს. როგორც აი მედკიტები უფრო ძლიერი ვერძლი ბანდაჟები და გირჩევთ აი შენ თიმეიტის, ანუ შენი გუნდელის გაცოცხლებაში გამოიყენეთ ბანდაჟები და მედკიტები უფრო სხვა რაღაცის მედკიტები უკეთესია და ყველა დახარჯვა არ ღირს მედკიტების და თუ გაქვთ მხოლოდ მედკიტი გაცოცხლებელად არა უშავს. კარგი ბავშვმა ვიყვან უცებ. აი მე ჩავარდი. საშინელება ყველა ერთად რო გეკიდება. გაიც ჩემი შეცდომა იყო და ეცადეთ არ ჩავარდეთ. აი ეცადეთ არ ჩავარდეთ. ეს რეიგანი ამ ალფა-ვულფებზე ძალიან კარგად არ მუშაობს და აი ალფა-ვულფ პელტი ძალიან კარგია. კარგი, ხა ეს ალფა-ვულფები მე მომსდებენ, იმიტომ რომ ქვემოთ რო ჩავარდი მომსდებენ და ქვემოთ რო ყოფილიყავი, როგორც პირველ ბავშვზე ისე ადვილი იქნებოდა. კარგი, ამო არ მაქვს, მე და რეიგანით დავამთავრებ ამას. კარგით, ხა ბოლო მითითებას გაძლევთ, აი ბავშვს რო გადავარჩენ, ბოლო მითითებას გაძლევთ. ჩესტსაც გავხსნი და ბანდაჟებს გამოვიყენებ, მაინც. რაიფლი, კარგია ძალიან რაიფლი. რაიფლი შეგიძლია ერთი ტყვით თავზე თუ ესვრი მოკლა ვულფი, მაგრამ ეხა მე თავზე ვერ ვესვლი და ვერ მოკალი. აქ შეგიძლიათ ფერიასთან დაატრეიდოთ რაღაცები და ყვავილები მოაგროვოთ, მაგრამ არც არაა საჭირო. კიდე ერთ რაღაც განახებთ, ანუ ბაჭიებს ფეარი კლავ 2 დარტყმაში 1, 2 და ჩვეულებრივ ვულფებს, ან ჩვეულებრივ მგლებს. კლავს 3 დარტყმაში მოიცა განახებთ, აი 1, 2, 3. და აი კიდე ერთი ძალიან კარგი ის არის ჰაკი. ვულფების მოკლა რო გინდა, ან ბევრი ან ცოტა. აი ეს shift lock-ი ჩავრთოთ და ანუ ესე წრეზე ვიაროთ და მოვკლათ. აი ჯერ გამოგვეკიდოს ვულფები. მე ძალიან კარგად ეს ტექნიკა ავირემ მომზევს. კარგი. რა უნდა და ეხლა აირემს, არ ვიცი. მაგრამ მაინც შემიშალა. რატომღაც გადაწყვიტა რომ შემიშალოს. ცუდი ირემია. კარგი. აი აქ რეგულარ ბედსაც გავაკეთებ და დღეებსაც მომიმატებს. გირჩევთ სანდაიალით გააკეთოთ და კომპასიც. ეგენია 3 მთავარი. კარგით, ეხლა კიდე ერთხელ განახებთ მაგ მგლებზე იმას, რო ვერ განახეთ წინაზე მგელი რო გამომეკიდა. ისა, ირემი რო გამომეკიდა. კარგით, ეხლა მგლებზე კიდე ერთხელ განახებთ მაგ ხრიკს, ჯერ ვიპოვო მგლები. თუ არიან საერთოდ, რატო არ არიან? აი აგერა ერთი. კაი, მე ერთზე განახებთ, იმიტომ ძალიან კარგად ეს ტექნიკა არ ვიცი და. აი ეს არ გამომივიდა, ეს წრეზე უნდა იარო და მოკლა. და ესე წრეზე თუ კარგად ივლიდა, თუ კარგად დაარტყავ, ვერ მოკარტყავს. კარგით, ეს იყო სულ ამ ვიდეოსთვის. აი კიდე ერთხელ ვცდი ამაზე თუ გამომივა. აი შეხედეთ, ესე წრეზე რო დავდივარ და ვერ მარტყავს. კარგით, ეს იყო სულ დღევანდელი ვიდეოსთვის. ნახვამდის. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. ნახვამდის. კარგად, მადლობა ყურებისთვის. არ დაგავიწყდეთ გამომიწეროთ არხი. ნახვამდის.